2020 წლის 10 ნოემბერს ჩინური წყალქვეშა ნავი ფენდოჯა ჩაეშვა ინცნევის ბნელ სიცნელ სიცარიელეში. მან მიაღწია ზღვის ფსკერს, გაშალა რობოტული ხელი და პლანეტის ყველაზე ღრმა წერტილში ჩინეთის დროშა აღმართა. ეს ცნობილია როგორც ჩელენჯერის სიღრმე, რომელიც მარიამელიც მარიანას ღრმულშია დაფრული. ზედაპირიდან 35900 ფუტის სიღრმეზე. მაგრამ ეს სიურპრიზი არ ყოფილა. ვაშინგტონს 4 წლის განმავლობაში ჰქონდა დაზვერვის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებდა, რომ ჩინეთი მოდიოდა. აშშ-ის მთავრობამ შეხედა იმას, რაც ჩინეთმა ახლახან გააკეთა. ზუსტად გაიგო, რას ნიშნავდა ეს და გადაწყვიტა არაფერი ეთქვა. ეს სიჩუმე ყველაფერს გეუბნება იმის შესახებ, რაც სინამდვილეში ხდება მსოფლიოს ბოლოში. ყველა მთავრობამ, რომელსაც წყნარ ოკეანეში ინტერესი აქვს, საჯაროდ ერთი და იგივე ამბავი თქვა. მარიანის ღრმული უდანაშაულო ცნობის მოყარეობა იყო, რაღაც, რაზეც საზღვაო ბიოლოგები ამახვილებდნენ ყურადღებას. ის ძალიან ღრმა და ძალიან საშიში იყო იმისთვის, რომ სხვა რამეს ქონოდა მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ოფიციალური ვერსია. ღრმული ფასეულია იმის გამო, თუ როგორ მოქმედებს სიღრმე ხმაზე და როგორ მოქმედებს ხმა წყალქვეშა ნავებზე. 2026 წლის აპრილისთვის აშშ-ის საზღვაო ძალები საიდუმლო რუკების შედგენას ატარებს მთელი დასავლეთ წყნარი ოკეანის ფსკერზე. ჩინეთმა 2016 წლიდან ათეულობით ეკიპაჟიანი და უპილოტო მისია განახორციელა ფსკერზე. იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, ინდოეთმა და ავსტრალიამ ყველა გააძლიერა საკუთარი ღრმა ოკეანის პროგრამები ამავე წლებში. ყოველი წყნარი ოკეანის ძალა ფულსტებს იმავე პატარა, თითქოს უმნიშვნელო ოკეანის მონაკვეთში. 2024 წელს ჩინური სამეცნიერო კვლევითი გემი სახელად შენიან ჰონგ 06 მუშაობას შეუდგა. მან გამოკვლევები ჩაატარა დაახლოებით 17000 კვადრატულ მილის ფართობზე, გუამის დასავლეთით მდებარე ზღვის ფსკერზე. ისინი სკანირებდნენ რეგიონს, რომელიც შვეიცარიაზე დიდია. გემზე დამონტაჟებული სონარის აპარატურა აკუსტიკური მუსტიკური მოდელირებისთვისაა შექმნილი და არაჩვეულებრივი ზღვის ფსკერის რუკების შესაქმნელად. გემების მოძრაობის მონაცემებმა აჩვენა, რომ იგივე ხომალდი მუშაობდა ტაივანსა და ფილიპინებს შორის არსებულ სივრცეში და ეს სივრცე კრიტიკულია. ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ამერიკულ წყალქვეშა ნავს შეუძლია ღია წყნარი ოკეანედან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გადასვლა. ყველა ეს მთავრობა ამბობს, რომ ამ სამუშაოში არაფერია სამხედრო, მაგრამ საზღვაო ექსპერტები, რომლებმაც 2026 წლის დასაწყისში ეს ნიმუშები შეისწავლეს, სხვაგვარად ამბობენ. ოფიციალურად ეს თევზაობის უფლებებს არ ეხება. მიზანი უფრო ბოროტია. მარიანას ღრმული ზღვის ფსკერზე 1600 მილზე გადაჭიმულ ნაიარებს ქმნის და ის კვლავაც იზრდება. 180 მილიონი წლის განმავლობაში ერთი ტექტონიკური ფირფიტა აქ მეორის ქვეშ სრიალებს და ოკეანის ფსკერის სიღრმეში ერთმანეთს იმდენად ძლიერად ეხახუნება, რომ 8 ბალიანი მიწისძვრების გამოწვევაც შეუძლია. სადღაც ამ უფსკრულში მდებარეობს Challenger Deep, დედამიწაზე ცნობილი ყველაზე დაბალი წერტილი. მაგრამ ესეც კი ერთადერთი უფსკრული არ არის აქ. მაშინაც კი უფრო აღმოსავლეთით, გუამის მახლობლად, კიდევ ერთი უფსკრული სახელად Serana Deep 35000 ფუტზე მეტ ეშვება სიბნელეში. რამდენიმე ქვეყნის კვლევითი ხომალდები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ორივე ადგილს ზემოთ. ის, რაც მათ ქვეშ იმალება, თითქმის შეუძლებელია გადარჩა. აქ ქვემოთ წნევა დაახლოებით 16000 ფუნტია კვადრატულ დუიმზე. ეს 1000 ჯერ მეტია, ვიდრე ის ჰაერის წნევა, რომელიც ახლა თქვენს კანზე ზემოქმედებს. დაახლოებით 8 ტონა აწვება თითოეულ კვადრატულ დუიმს. თანამედროვე ტიტანის კორპუსიც კი წამში დაიშლება, თუ თუნდაც ინჩის უმცირესი ნაწილით მაინც დაზიანდება. წყლის ტემპერატურა 1-დან 4 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს, რაც გაყინვასთან ძალიან ახლოსაა. აქ სიბნელეა და მზის სხივები ვერ ერაღწევს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთრული ადგილი პლანეტაზე. და ეხლა ყველა მთავრობა მასზე აცხადებს პრეტენზიას. ღრმული ზუსტად იმ ადგილას მდებარეობს, სადაც აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირების ცენტრი წყნარ ოკეანეშია. გუამი და ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები, ორივე ამერიკის ტერიტორია. დაახლოებით 200 მილით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამ კუნძულებზე განთავსებულია ამერიკული სამხედრო ტექნიკის ყველაზე დიდი კონცენტრაცია, ჰავაის დასავლეთით. გუამი უბრალოდ კიდევ ერთი კუნძული არ არის წყნარ ოკეანეში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ტერიტორია დედამიწაზე. როდესაც კუნძულის გარშემო წყლებში რამე ხდება, ამას ძალიან ყურადღებით აკვირდებიან. ანდერსენის საჰაერო ძალების ბაზა იქ მდებარეობს. ეს არის ერთადერთი ბაზა დასავლეთ წყნარ ოკეანეში, რომელსაც შეუძლია მუდმივად შეინარჩუნოს ამერიკის მძიმე ბომბდამშენების ფლოტი. B1-ები, B2-ები და B52-ები. მხოლოდ რამდენიმე მილში მდებარეობს გუამის საზღვაო ბაზა, სადაც განთავსებულია წყალქვეშა ნავების მე-15 ესკადრილია და ბირთვული ენერგიით მომუშავე შეტევითი წყალქვეშა ნავების მორიგეობითი ძალა, მათ შორის ვირჯინიის კლასის ნავები, რომლებიც კუნძულიდან 2024 წლიდან ოპერირებენ. პენტაგონში გუამს შუბის წვერად მოიხსენიებენ. ყოველწლიურად ანდერსენის ბაზიდან დაახლოებით 1500 ბომბ დამშენის მისია იწყება. კუნძულზე ინახება უზარმაზარი საწვავის მარაგები, მასიური საბრძოლო მასალის საწყობები და საკმარისი ცეცხლის ძალა, რომ ამერიკული სამხედრო ძალა ინდო-წყნარ ოკეანეში რამდენიმე საათში გადაიშალოს. საზღვაო ქვეითთა კორპუსმა 2023 წლის იანვარში კუნძულზე ბანაკი ბლასი კვლავ ამოქმედა.
ბაზა ახლა 5000 საზღვაო ქვეითს მასპინძლობს სწრაფი რეაგირების ოპერაციებისთვის. ეს მსოფლიოში თითქმის 70 წლის შემდეგ აშენებული პირველი ახალი საზღვაო ქვეითთა ბაზაა. მხოლოდ გუამის საზღვაო ბაზაზე 28 დამოუკიდებელი დანაყოფი ფუნქციონირებს. კუნძულზე სამხედრო აქტივობა ადგილობრივ ეკონომიკაში წელიწადში 1.5 მილიარდ დოლარზე მეტს შეაქვს. და გუამის გვერდით მდებარე უბსკრულს კიდევ ერთი რამ აქვს, რამაც სამხედროების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრა. ადგილი, სადაც ხმა ნორმალურად აღარ იქცევა. ცნების ცვლილებები, ტემპერატურის ცვალებადობა და მარილის კონცენტრაცია ხმოვან ტალღებს ოკეანეში უცნაურ და გაუთვალისწინებელ გზებზე ატარებს. სიგნალები მრუდდება. ეკოები იფანტება. ხმაური ათასობით მილს ერთ მიმართულებით გადის და მეორეში ქრება. და გარკვეულ სიღრმეებზე ხმა ეცემა იმაში, რასაც საზღვაო ძალები so far არხს უწოდებენ. წყლის ფენას, რომელიც ხმაურს მთელი ოკეანის მასშტაბით ატარებს. მაგრამ ღრმული კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ქმნის. ჯრდილის ზონებს, ადგილებს, სადაც ხმა უბრალოდ ვერ აღწევს. წყალქვეშა ნავი, რომელიც ამ ჯიბეებში იმალება, ქრება. ზედაპირული სონარი მას ვერ პოულობს. თვითმფრინავები კი მით უმეტეს ვერ პოულობენ. სხვა წყალქვეშა ნავებიც ვერ პოულობენ მას. თუ ზუსტად იმ ადგილობრივი რუკა არ აქვთ, სადაც ეს ზონებია აღნიშნული. ეს რუკა ყველაზე ძვირფასი სამხედრო დოკუმენტია. წყნარ ოკეანეში და შეერთებულმა შტატებმა 10 წლეულები დახარჯა მის საიდუმლოდ შედგენაში. ეს რუკა ამერიკელ წყალქვეშა ნავის კაპიტნებს ზუსტად აჩვენებს, სად უნდა გაუჩინარდნენ. ასევე აჩვენებს, სად მოუწევთ მტრის წყალქვეშა ნავებს მისვლა, თუ იგივე ხრიკის გამეორებას შეეცდებიან. რომელ ფლოტსაც ეს რუკა აქვს, ყველა ბერკეტი მიმის ხელშია. ის აკონტროლებს, ვინ იცოცხლებს ძლებს და ვინ დაიღუპება. რეგიონში წყალქვეშა ბრძოლაში, ასე რომ, როდესაც ჩინეთმა 2020 წლის ნოემბერში ზღვის ფსკერზე დასვა ფეხი, ისინი უბრალოდ დროშას არკავდნენ. ისინი სტრატეგიულ კითხვას სვამდნენ. იმ რუკის რამდენის გადმოღება ისწავლეს ახლახან. 1960 წლის 23 იანვარს აშშ-ის საზღვაო ოფიცერი დონ ვოლში ჩაჯდა ბათისკაპში, სახელად ტრიესტე. მას შეუერთდა შვეიცარიელი ინჟინერი ჟაკ პიკარი. ეს იყო ვიწრო ფოლადის სფერო, რომლის დიამეტრი მხოლოდ 6 ფუტს ოდნავ აღემატებოდა და ის ეკიდა გიგანტურ ავს, რომელშიც 34000 გალონი ბენზინი ესხა. ისინი დაიწყეს დაშვება გუამის სანაპიროსთან. ნელა ეშვებოდნენ წყნარი ოკეანის სიბნელეში. დაშვებას თითქმის 5 საათი დასჭირდა. თავდაპირველად ილუმინატორიდან ჯერ კიდევ ჩანდა სიცოცხლე. ბიოლუმინესცენტური არსებები ბები შუშის გვერდით ცურავდნენ, როცა აპარატი ეშვებოდა. შემდეგ 29500 ფუტზე მოულოდნელად გემში ძლიერი ბზარი გაისმა. უოლს და პიკარს არ ჰქონდათ წარმოდგენა რა იყო გატეხილი. მათ ზედაპირზე მყოფი ხომალდის ხმა აღარ ესმოდათ. ისინი უკვე იმ წერტილს გასცდნენ, საიდანაც გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა. მხოლოდ ერთი არჩევანი ჰქონდათ. მათ გადაწყვიტეს გზა გაეგრძელებინათ. მოგვიანებით მათ აღმოაჩინეს, რომ ბზარი გარე შესასვლელი გვირაბის პლექსიგლასის ფანჯლასის კარის ფანჯრიდან იყო წარმოშობილი. ეკიპაჟის განყოფილება კი სქელი ფოლადის კარის უკან მდებარეობდა. საბედნიეროდ ის გაუძლო. ისინი ზღვის ფსკერზე 20 წუთი დარჩნენ. როდესაც ზედაპირზე ამოვიდნენ, მსოფლიო მიხილა, როგორ ულოცავდა ორი მკვლევარს საზღვაო ძალები. რაც მსოფლიომ ვერ იხილა, იყო სენსორების მაჩვენებლები და აკუსტიკური მონაცემები, რომლებიც იმავე დღეს წყალქვეშა აპარატიდან ამოიღეს და საიდუმლო მასალად გადააკეთეს. ეს ჩაძირვა იყო საიდუმლო მისიების სერიის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც პროექტი ნეპტუნი. ოფიციალურად ეს იყო სამეცნიერო კვლევა. რეალურად კი აშშ-ის საზღვაო ძალები ხევში აკუსტიკურ გარემოს იკვლევდა. საზღვაო კვლევების ოფისი მართავდა ოპერაციას, ხოლო გამანადგურებელი გემი USS ლუისი ტრიესტესთან ერთად მუშაობდა. მან ასობით მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააგდო უბსკრულში და გაზომა, როგორ ბრუნდებოდა ექნებოდა ეკოები. თითოეულ აფეთქებას ხევის შესახებ ახალი რამ გამოაჩნდა. მან მისცა მათ ზღვის ფსკერზე ყველაზე ღრმა ჭრილის ზუსტი მდებარეობა. ასევე პირველად მისცა ხმის გავრცელების რეალური მონაცემები, რომლებიც ოკეანის ხევიდან იქნა აღებული. Project Neptune სან-დიეგოში მდებარე საზღვაო ელექტრონიკის ლაბორატორია ხელმძღვანელობდა. მისი წერილობითი მიზნები მოიცავდა 3 საკითხს: ხმის სიჩქარე წყლის სვეტში, ტემპერატურა და მარილის დონე სიღრმეზე და პირდაპირ მხარდაჭერა წყალქვეშა ხმის კვლევისთვის, განსაკუთრებით პროგრამისთვის, სახელად SOSUS-ი. ხმის მეთვალყურეობის სისტემა უკვე 1950-იანი წლების ბოლოსთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ საიდუმლო პროექტად ითვლებოდა დედამიწაზე. ატლანტიკისა და წყნარი ოკეანის ფსკერზე გადაჭიმული იყო ჰიდროფონების უზარმაზარი ქსელი, რომელიც ჩუმად უსმენდა. მისი კოდური სახელი საზღვაო ძალების ადრეულ დოკუმენტაციაში იყო ჯეზებელი. ის მუშაობდა SOFAR-ის არხის გამოყენებით, იგივე ღრმა ოკეანის ფენით, რომლის შესწავლაშიც ტრიესტეს მისიები ეხმარებოდნენ. თეორიულად, ამ ფენაში გამომწყვდეული ხმა 1000 მილს გაივლიდა შესუსტების გარეშე. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა, რომ საბჭოთა წყალქვეშა ნავების ხმა ბევრად ადრე ისმოდა, ვიდრე ისინი ამერიკის წყლებში შევიდოდნენ. 1950-იანი წლების ბოლოსთვის SOSUS-ი ორივე ოკეანის ფსკერზე ფუნქციონირებდა.
ნაპირზე მომუშავე გაწვრთნილ ოპერატორს შეეძლო ცალკეული საბჭოთა წყალქვეშა ნავების ამოცნობა მხოლოდ მათი პროპელერების აკუსტიკური ხელწერით. კუბის სარაკეტო კრიზისის დროს მან დააფიქსირა კუბისკენ მიმავალი წყალქვეშა ნავები, რომელთაგან ზოგიერთი, როგორც მიიჩნეოდა, ბირთვულ ტორპედოებს ატარებდა, რითაც თეთრ სახლს პირველად მისცა წყალქვეშა საფრთხის რეალურ დროშის სურათი. სისტემა საჯაროდ მხოლოდ 1991 წელს აღიარეს. 30 წლის განმავლობაში საზღვაო ძალების გარეთ არავინ იცოდა მისი არსებობის შესახებ. ტრიესტმა საზღვაო ძალებს ის მიცა, რაც ჯაშუშური ქსელისთვისაც კი მიუწვდომელი იყო. უშუალო მონაცემები თავად ღრმულის შიგნიდან. ყველაფერი აღებული იყო ინსტრუმენტებით, რომლებიც ფიზიკურად იქ იმყოფებოდნენ. მონაცემები საიდუმლო არქივში მოხვდა და არასდროს შეწყვეტილა. შემდეგი 30 წლის განმავლობაში საზღვაო ძალები აგრძელებდა ღრმა წყნარი ოკეანის სურათის შექმნას პროგრამებით, რომლებიც ოფიციალურად არ არსებობდა. ატომატური წყალქვეშა აპარატები, დისტანციური სენსორები, ზღვის ფსკერზე დამაგრებული აკუსტიკური სისტემები, ტექნოლოგია სულ უფრო უმჯობესდებოდა. რუკა სულ უფრო მკვეთრი ხდებოდა. ცივი ომის ბოლოსთვის ჩრდილის ზონები ფუტის სიზუსტით იყო რუკაზე დატანილი. ამერიკელი წყალქვეშა ნავების კაპიტნები ზუსტად იცოდნენ, სად შეეძლოთ გაუჩინარება. ისინიც იცოდნენ, სად მოუწევდა წასვლა ყველას, ვინც მათ მიბაძოს შეეცდებოდა. ეს რუკა ამერიკული წყალქვეშა ნავების დომინირების საფუძველი იყო წყნარ ოკეანეში და შემდეგ პეკინმა გადაწყვიტა, რომ მასაც უნდოდა ასეთი. ჩინეთის ღრმა ზღვის პროგრამა 2020 წელს დროშის აღმართვით არ დაწყებულა. ის 10 წლით ადრე დაიწყო. პირველი ღრმა ზღვის წყალქვეშა აპარატი ჯიაო ლუნგი ეწოდებოდა, მითოლოგიური წყალდიდობის დრაკონის სახელზე, რომელიც ზღვის სიღრმეებს მართავდა. მისი ხელმძღვანელი იყო სიუ სინანი, ყოფილი პროფესორი შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის საზღვაო არქიტექტურის, ოკეანოლოგიისა და სამოქალაქო ინჟინერიის სკოლაში. იმ დროისთვის მას 10 წლეულები ჰქონდა გატარებული თითქმის მთლიანად ჩინეთის მცირე, მაგრამ მზარდ წყალქვეშა აპარატების ინჟინერიის სამყაროში. 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსება მიედინებოდა კვლევითი ინსტიტუტების ქსელში, რომლებიც ქვეყნის გარეთ თითქმის უცნობი იყო. პირველი პროტოტიპი იანგცის მდინარესთან ახლოს მდებარე ანგარში ააწყვეს და 2009 წლისთვის ნავი მზად იყო საზღვაო გამოცდებისთვის. ჯიაო ლონგმა თავისი პირველი ნამდვილი ღრმა ზღვის ექსპედიცია 2010 წლის მაისიდან ივლისამდე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაიწყო. სულ ჩატარდა 17 ჩაყვინთვა. თითოეული მათგანი უფრო ღრმად შედიოდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის ყოფნა ჯერ კიდევ იშვიათი და ძირითადად ექსპერიმენტული იყო. ამ ადრეული მისიის ყველაზე ღრმა ჩაყვინთვამ გადააჭარბა 12300 ფუტს. ბორტზე 3 კაციანი ეკიპაჟი. 2011 წლის ივლისისთვის წყალქვეშა აპარატი უკვე გასცდა საწყის სატესტო დიაპაზონს და ჩრდილო-აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში თითქმის 16600 ფუტს მიაღწია. ჟაო ლონგის რობოტულმა მკლავმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე ჩინეთის დროშა დაამაგრა ერთ-ერთ ადრეულ ჩაყვინთვაზე. მან კიდევ ერთი დროშა დაამაგრა 23000 ფუტის ნიშნულზე მარიანას ღრმულში. უკვე მაშინაც კი ეს ჟესტი მიანიშნებდა, რომ პროგრამა სინამდვილეში მეცნიერებას არ ეხებოდა. ამ სიღრმის შესაძლებლობით ჯიაო ლონგი შეძლებდა მსოფლიოს ოკეანის დაახლოებით 99.8%-ზე მუშაობას. ეს პეკინს განსაკუთრებულ კლუბში აყენებდა. მანამდე ამ კლუბში მხოლოდ შეერთებული შტატები, იაპონია, საფრანგეთი და რუსეთი იყვნენ. ყველასთვის, ვინც ამას უხურებდა, აშკარა იყო, რომ ჩინეთი კვლევით ფლოტს არ აშენებდა. ის შესაძლებლობას ქმნიდა. ზუსტად ისე, როგორც მან ააშენა თავისი ზედაპირული ფლოტი, კოსმოსური პროგრამა და ნახევარგამტარების ინდუსტრია. მეთოდი ყველასთვის ნაცნობი იყო. შეისწავლე, რა ქონდა უკვე შეერთებულ შტატებს და გაარკვიე, რატომ მუშაობდა ეს ყველაფერი. შემდეგ კი ეს სხვაობა ეტაპობრივად შეამცირე. პლატფორმიდან პლატფორმამდე, წლიდან წლამდე. ჯიაო ლონგ მხოლოდ დასაწყისი იყო. 2016 წელს გამოჩნდა მეორე თაობის აპარატი, შენჰაი იონგსი, რაც დაახლოებით ნიშნავს ღრმა ზღვის მებრძოლს. წინამორბედისგან განსხვავებით, ის თითქმის მთლიანად ადგილობრივი კომპონენტებით იყო აწყობილი. დაახლოებით 95% ჩინური წარმოების. ის ისეთი სიღრმეზე არ ჩადიოდა, როგორც ჯიაო ლონგი. მაქსიმალური სამუშაო სიღრმე დაახლოებით 14800 ფუტი იყო, მაგრამ მისი დანიშნულება სხვა რამე იყო. გამძლეობა. მისიები 10 საათს გაგრძელდებოდა. ფენდოჯა იმავე წელს გაუშვეს. ყოველი ახალი თაობა უფრო ღრმად ჩადიოდა ვიდრე წინა. ყველა მათგანს უკეთესი ინსტრუმენტები ჰქონდა და ყველა უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების საჭიროებებთან. ახლა ეს ნავები ერთად საფეხურებად დაყოფილ ფლოტს ქმნიან. ღრმა ზღვის მებრძოლი არაღრმა სიღრმეებზე მუშაობს. ჯიაო ლონგ შუა სიღრმეებს ფარავს, ხოლო ფენდოჯა ბოლომდე ჩადის. ამ აპარატების უკანდგომი სტრუქტურაა მთავარი. პეკინი ამას ღიად სამოქალაქო სამხედრო შერწყმად აღწერს. ეს არის პოლიტიკის მიმართულება სი ძინპინის ხელმძღვანელობით, რომელიც აუქმებს ტრადიციულ გამიჯვნას სამეცნიერო კვლევასა და თავდაცვის შესაძლებლობებს შორის. ის რაც ზედაპირზე ოკეანის მეცნიერებად ჩანს, ქვემოთ კი განზრახ სხვა რამეცაა. გრძელვადიანი სტრატეგია,
რათა სიღრმეში არაფერი დარჩეს ქვეყნის წვდომის მიღმა. 2016 წელს ცინგდაოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ეროვნულმა ლაბორატორიამ პარტნიორობა გააფორმა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ფლოტის წყალქვეშა ნავების აკადემიასთან. ერთად მათ შექმნეს ერთობლივი ლაბორატორია, რომელიც საზღვაო შერტმის კვლევაზეა ორიენტირებული. ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა კონტრადმირალი და ლიან ლონგი, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ფლოტის მეცნიერი, რომელმაც თავისი კარიერა წყალქვეშა ომზე მუშაობას მიუძღვნა. ლაბორატორიის მკვლევრებმა სამოქალაქო წყალქვეშა გლაიდერები აიღეს და მათ აკუსტიკური სენსორები დაამატეს. აღჭურვილობა, რომელიც სამეცნიერო აპარატურას ჰგავდა, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებად იქცა. როდესაც ფრაზამ სამოქალაქო სამხედრო შერტკმა უცხოეთში უხერხული ყურადღება მიიპყრო, ლაბორატორიამ უბრალოდ საჯარო სახელი შეიცვალა და მუშაობა გაგრძელდა. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების ოფიცრები აკადემიურ კონფერენციებზე ღიად საუბრობდნენ ღრმა ოკეანის რუკების შედგენასა და წყალქვეშა ნავების შეუმჩნელობას შორის კავშირზე. პროგრამის აკადემიურ ნაშრომებში სამხედრო დანიშნულება სამეცნიეროს გვერდით იყო მოხსენიებული. ჩინეთის სახელმწიფო მედია ღრმა ზღვის კვლევებს რამდენჯერმე სამხედრო ტერმინებით აღწერდა. ვაშინგტონი ამას ყურადღებით ადევნებდა თვალს. ამიტომ აშშ-ში სადაზვერვო საზოგადოებაში არავინ გაგვირვებულა, როდესაც ფენდოჟამ თითქმის 35,800 ფუტზე მიაღწია ფსკერს. მათ ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდა ეს ნავი. წყალქვეშა ნავი ბევრად მეც აკეთებდა, ვიდრე უბრალოდ ფოტოებს იღებდა. მას ჰქონდა 2 მექანიკური მკლავი, 7 წყალქვეშა კამერა, რამდენიმე სონარი და ჰიდრავლიკური საბურღები. ასევე იყო სრული აკუსტიკური და ქიმიური სენსორების პაკეტი. იმ დროს, როცა დაშვებას პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ სახელმწიფო ტელევიზიით, ეს აპარატურა მონაცემებს იწერდა. ცნების მაჩვენებლები, დინების ვექტორები, ნალექის მიმართულება, ხმის სიჩქარის მონაცემები, წყლის ნიმუშები, ყველაფერი აღებულია ზუსტად იმ კოორდინატებზე, სადაც ყველაზე ღრმა აკუსტიკური კორიდორები გუამის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს უახლოვდება. მხოლოდ რამდენიმე ადამიანით დაკომპლექტებულმა აპარატმა მიაღწია ჩელენჯერის ღმულის ფსკერს. ტრიესტეს შემდეგ რეკორდი 52 წლის განმავლობაში არავის გაუტეხავს. შემდეგ ჰოლივუდის რეჟისორი ჯეიმს კამერონი თავისი სოლო აპარატით Deep Sea Challenger-ით 2012 წლის მარტში 35,700 ფუტზე მეტ სიღრმეზე ჩავიდა. 2022 წლის შუა პერიოდში ისტორიაში 30-ზე ნაკლებ ადამიანს ჰქონდა ღრმულის ფსკერზე ჩასვლა შეძლებული, რაც დაახლოებით იგივე რაოდენობაა, რამდენმაც მთვარეზე გაიარა. პეკინმა ეს ადგილი მიზეზით აირჩია. არა მხოლოდ თავად ღრმულის გამო, არამედ იმის გამოც, რაც მას გარს აკრავს. ზღვის ფსკერის ფორმა, წყლის სვეტში ტემპერატურის ფენების წარმოქმნის გზა, ღრმა ოკეანის გეომეტრიით შექმნილი აკუსტიკური პირობები და სულ რაღაც 200 მილის დაშორებით მდებარე გუამი. ყველაფერი ერთად ქმნის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან წყალქვეშა გარემოს დედამიწაზე. თუ წყალქვეშა ნავების ოპერაციების დაგეგმვას აპირებ, სწორედ ასეთი ადგილია, რომლის დეტალურად წოდნაც აუცილებელია. ნამდვილი თვირთი იყო ის, რაც ფენდოჯამ 28 ნოემბერს თავის დედა ხომალდზე დააბრუნა. ტერაბაიტები აკუსტიკური და ოკეანოგრაფიული მონაცემებისა, ზუსტად ისე, როგორც უოლშმა და პიკარმა გააკეთეს 60 წლის წინ. ქვეყანა, რომელმაც სამხედრო საქმიანობის სამეცნიეროდ გადაცმის მთელი თამაში გამოიგონა, უყურებდა ამას და არაფერი უთქვამს. რატომ დარჩა ვაშინგტონი ჩუმად? მოკლე პასუხი ისაა, რომ შეერთებულ შტატებს არ აქვს უმკივნეულო საპასუხო ვარიანტები, რომლებიც არ გამოავლენდა, როგორ მუშაობს სისტემა სინამდვილეში. მისი გამჟრავნება თავთავის პრობლემებს შექმნიდა. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკული წარმოდგენა ღრმა ოკეანეზე შეგნებულად ბუნდოვან ფენაზე იყო აგებული. ზედაპირზე ეს იყო სამოქალაქო მეცნიერება, შიგნით კი გასაიდუმლოებული მონაცემების შეგროვება. ისტორიულად, ყოველი ნოას ექსპედიცია, რომელიც მგრძნობიარე რეგიონებთან ახლოს მუშაობდა, პარალელურად სხვა აქტივობასაც ატარებდა. იგივე წყლები, იგივე ინსტრუმენტები, მაგრამ არა იგივე მიზანი. წყალქვეშა მეთოყურეობის სისტემა, რომელიც სოსუსიდან განვითარდა, სრულად მხოლოდ ცივი ომის შემდეგ იქნა აღიარებული. 1991 წლამდე ის არსებობდა განზრახ ნეიტრალური დასახელებების მიღმა, როგორიცაა ოკეანოგრაფიული სისტემა ატლანტიკა და ოკეანოგრაფიული სისტემა წყნარი ოკეანე. მისი ისტორიის უმეტეს ნაწილში თვითონ იმ თანამშრომლებიც კი, რომლებიც უშუალოდ ამ სისტემაზე მუშაობდნენ, საჯაროდ სამხედრო სათვალთვალო მისიის ნაწილად არ მოიხსენიებოდნენ. რაც ამ ქსელისგან 2026 წელს დარჩა, ცნობილია სახელით ინტეგრირებული წყალქვეშა მეთოყურეობის სისტემა. ის ფუნქციონირებს მცირე რაოდენობის ობიექტებიდან და გემებიდან, რომელთა უმეტესობა წყნარ ოკეანეშია განთავსებული. 2026 წლისთვის რეგიონში მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული მეთოყურეობის ხომალდი პატრულირებს. 5 გემი, რომლებიც წყნარ ოკეანეში მრავალი მილის სიგრძის ჰიდროპონების სისტემებს მიათრევენ და წყალქვეშ ისმენენ. მათი ამოცანაა შეავსონ ფიქსირებული ზღვის ფსკერის სენსორებს შორის არსებული ხარვეზები და დააფიქსირონ ის, რასაც სტატიკური სისტემები ვერ ამჩნევენ. თავად სარდლობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ცივი ომის დროს იყო, მაგრამ თითოეული პლატფორმის შესაძლებლობები მრავალჯერ გაიზარდა. თუ ვაშინგტონი ღიად გააპროტესტებს ჩინეთის საქმიანობას ჩელენჯერის ღრმულში, იგივე კითხვა მასვე დაუბრუნდება. რას აკეთებდა ზუსტად შეერთებული შტატები ამ წყლებში?
1960-დან არც ერთ ადმინისტრაციას არ სურს ამაზე საუბარი. დუმილი ინარჩუნებს საიდუმლოს. მაგრამ კიდევ ერთი პრობლემაა კანონი. ღრმული საერთაშორისო წყლებში მდებარეობს. გაეროს საზღვაო სამართლის კონვენციის არც ერთი მუხლი არ ანიჭებს სამხედრო საკუთრებას ღრმა ზღვის ფსკერზე. არც ერთი ხელშეკრულება არ უშლის ქვეყანას იქ მოქმედებას, რუკების შედგენას ან მონაცემების შეგროვებას, რაც ნიშნავს, რომ ჩინეთის მისიები კანონიერია, ისევე როგორც ამერიკული ოპერაციებიც იქ სრულიად კანონიერია. თუ ვაშინგტონი ოფიციალურად გააპროტესტებს ჩინეთის ოპერაციებს ჩელენჯერის ღრმულში, ის რისკავს პრეცედენტის შექმნას, რომლის დაშვებაც მისთვის მიუღებელია. რადგან იმ წამს, როცა შეერთებული შტატები განაცხადებს, რომ ღრმა ოკეანეში საერთაშორისო წყლებში მოქმედებისთვის ნებართვაა საჭირო, ეს სტანდარტი შეიძლება თავად ამერიკის სისტემების წინააღმდეგ შემოტრიალდეს. ამიტომ ვაშინგტონი დუმს. ლაპარაკი უფრო ძვირიჯდება ვიდრე დუმილი. ტექნიკურად, ღრმული მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების საზღვაო ზონაში. ეს არის პატარა წყნარი ოკეანის ქვეყანა, რომელიც შეერთებულ შტატებთან ასოცირების კომპაქტით არის დაკავშირებული. 2009 წელს ვაშინგტონმა მიმდებარე წყლები მარიანას ღრმულის საზღვაო ეროვნული მონუმენტის სტატუსით გამოაცხადა. ეს არის დაცული ტერიტორია, რომლის ფართობი დაახლოებით 95200 კვადრატული მილია, რაც მთელ გაერთიანებულ სამეფოზე დიდია. ეს სტატუსი კრძალავს კომერციულ თევზჭერასა და რესურსების მოპოვებას, მაგრამ ძალიან ცოტა რამ არის ნათქვამი სამეცნიერო კვლევებზე, ღრმა ზღვის რუკების შედგენაზე, ავტონომიურ აპარატებზე, ან იმ ტიპის სამხედრო საზღვაო ოკეანოგრაფიულ სამუშაოებზე, რომლებიც იქ ტარდება. ამის ნაცვლად, მათ სცადეს გაეგოთ რა შეიცვალა, რა დაიკარგა და როგორი იქნებოდა მომდევნო 10 წლეულის წყალქვეშა კონკურენცია წყნარ ოკეანეში. და რაც უფრო ახლოდან უყურებდნენ, მით უფრო მეტად ღელავდნენ. ეთადღელავდნენ. ერთ-ერთი გემი, რომელმაც ყურადღება მიიპყრო, არის ხომალდი სახელად Dongfang Hongsam. ოფიციალურად ის ჩინეთის ოკეანის უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მუშაობს, მაგრამ 2024 და 2025 წლებში მისი გადაადგილებები უფრო ნაკლებად გავდა აკადემიურ კვლევას და უფრო მეტად სისტემატურ დაზვერვას. გემი ატარებდა მკაცრბადისებურ კვლევებს წყლებში, ტაივანთან და გუამთან ახლოს. მოძრაობდა წინ და უკან ზუსტად განსაზღვრულ მარშრუტებზე, რომლებიც დეტალურად ზღვის ფსკერის რუკირებისათვის იყო განკუთვნილი. მან ასევე რამდენჯერმე გაიარა ინდოეთის ოკეანის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მონაკვეთებში. შემდეგ 2026 წლის მარტში Reutersმა გამოაკორნა სტატია, რომელიც ასახავდა 5 წლიან აქტივობას 42 ჩინური კვლევითი გემის მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ წყნარ, ინდოეთისა და არქტიკის ოკეანეებში. 9 საზღვაო ომის ექსპერტმა განიხილა მოძრაობის ნიმუშები. ყველამ ერთსა და იმავე დასკვნამდე მივიდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო მეცნიერება. ეს იყო ის კვლევითი ნიმუშები, რომელსაც საზღვაო ძალები ატარებენ წყალქვეშა ნავების ოპერაციებამდე. ამ ფლოტში ზოგიერთი გემი თავდაპირველად ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალებისთვის იყო აშენებული. მათ მხოლოდ მოგვიანებით გადასცეს სამოქალაქო ოპერატორებს. ყველაზე ხშირად მოყვანილი მაგალითია შანგიან ჰონგის კლასი. 2024 წლის იანვარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მკვლევრებმა შეისწავლეს 64 მოქმედი ჩინური კვლევითი გემი. მათგან 80%-ზე მეტს სამხედრო კავშირს ან ორმაგი დანიშნულების აქტივობასთან დაკავშირებული ნიშნები ჰქონდა. ეს დამხევა არ იყო. 2026 წლის 2 მარტს კონტრადმირალი მაიკ ბრუქსი, ASHS-ში საზღვაო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, წარსდგა ASHS-ში ჩინეთის ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმოხილვის კომისიის წინაშე და ამ ცვლილებას უჩვეულოდ პირდაპირი სიტყვებით აღწერა. ჩინეთმა, როგორც მან თქვა, მნიშვნელოვნად გააფართოვა ოკეანის კვლევის ოპერაციები. მან ამას სტრატეგიული შეშფოთება უწოდა. ბრუქსის თქმით, ეს მონაცემები ჩინეთის საზღვაო ფლოტს ერთდროულად 3 რამეს აძლევს. რუკას საკუთარი წყალქვეშა ნავების დასამალად, რუკას ჩვენი წყალქვეშა ნავების საპოვნელად და ზუსტ ადგილებს, სადაც მათ შეუძლიათ ზღვის ფსკერზე სენსორები ან იარაღი განათავსონ. ეს იყო ყველაზე ახლოს იმასთან, რომ ვაშინგტონს ხმამაღლა ეთქვა ის, რასაც 2020 წლის სიჩუმე მალავდა. ეს განცხადება 6 წლით დაგვიანებული იყო. იმავე მოსმენებზე ვიცე-ადმირალმა რიჩარდ სევზმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამჟამად აქტიურად მუშაობს ამერიკის წყალქვეშა უპირატესობის შესამცირებლად. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალები სწრაფად ახდენდნენ წყალქვეშა ნავების ფლოტის მოდერნიზებას, ზრდიდნენ წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო შესაძლებლობებს და დიდ თანხებს ხარჯავდნენ ზღვის ფსკერის სენსორებსა და ქსელურ მეთვალყურეობაში. სევზის თქმით, 2040 წლისთვის ჩინეთის წყალქვეშა ძალებს შეეძლებათ სერიოზული გამოტოვა შეუქმნან ამერიკის საზღვაო დომინირებას წყნარ ოკეანეში. მაგრამ წყალქვეშა ნავები უკვე აქ არიან. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალები 60-ზე მეტ წყალქვეშა ნავს იყენებენ. ახალი გემთსაშენების ინვესტიციებმა წარმოების შესაძლებლობა 2-ჯერზე მეტად გაზარდა. ფლოტის ცენტრში ბირთვული ენერგიით მომუშავე შეტევითი წყალქვეშა ნავებია, რომლებიც შორ მანძილზე ოპერაციებისთვისაა შექმნილი. მათ მხარს უჭერენ მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, რომლებიც ძალის დემონსტრირებას ჩინეთის სანაპირო ზოლს მიღმა ახორციელებენ. რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს მთავარი საზრუნავი არ არის. მნიშვნელოვანია, სად შეუძლიათ ოპერირება.
პეკინს ამ უფრო მასშტაბური გეგმისთვის სახელი აქვს. მას გამჭვირვალე ოკეანე ეწოდება. მიზანია ოკეანის უხილავობის მოხსნა, მტრის წყალქვეშა ნავებისთვის დამალვის ადგილების წართმევა და ამავე დროს ამავე აკუსტიკური უპირატესობების შენარჩუნება ჩინური წყალქვეშა ნავებისთვის. ამ სისტემის პირველი ელემენტებიც წლების წინ გამოჩნდა. 2014 წელს ჟეჯიანგის უნივერსიტეტმა წარმატებით დააკავშირა ზღვის ფსკერზე განთავსებული სენსორები ნაპირზე არსებულ დამუშავების სადგურებთან, რითაც საფუძველი ჩაეყარა წყალქვეშ მუდმივ მონიტორინგს. შემდეგ 2025 წლის აგვისტოში ჩინეთმა და რუსეთმა ვლადივოსტოკის მახლობლად ერთობლივი საზღვაო წორთნა ჩაატარეს. ორივე ქვეყანამ დააკავშირა საკომუნიკაციო სისტემები და რეალურ დროში გააზიარა თვალთვალის მონაცემები, რითაც გამოცადეს ის, რაც სულ უფრო მეტად გავდა ავტომატიზებულ წყალქვეშა განადგურების ქსელს. ესეთი სისტემა შექმნილი იყო იმისთვის, რომ ხრმაცკლოვანი წყალქვეშა ნავებისთვის უსაფრთხო ადგილი არსად დარჩენილიყო. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის კვლევითმა ჯგუფმა შექმნა ალგორითმი, რომელიც საშუალებას აძლევს სენსორულ ქსელს თავად გადაანაწილოს მარშრუტი, როცა ჰიდროფონები გამორთულია. სამიზნე ჯაჭვი მაინც აგრძელებს მუშაობას, თუნდაც მისი ნაწილი გამოვარდეს. ამ სენსორების დიდი ნაწილი ეხლა ისეთ ადგილებშია განთავსებული, რომ მათი დანიშნულების სამხედრის სამხედრო მიზნად გარდა სხვანაირად წაკითხვა რთულია. ჩინეთის ოკეანის უნივერსიტეტის აკადემიური ნაშრომების სერია მიუთითებდა იმაზე, რომ საქმე მხოლოდ სამეცნიერო კვლევას კი არა, უფრო ოპერაციულ მიზნებსაც ეხებოდა. იმავე ინსტიტუტმა, რომელიც დუნფან ჰონგსამის მართავს, ასევე გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც დეტალურად არის აღწერილი აკუსტიკური სენსორების განთავსება ლუსონის სრუტეში. ეს არ იყო ზედაპირული გაზომვები ან მოკლევადიანი ექსპერიმენტები. მათ აღწერეს მოწყობილობები, რომლებიც სპეციალურად შერჩეულ სიღრმეებზე იყო განთავსებული და ისე იყო დაპროექტებული, რომ წლების განმავლობაში ზღვის ფსკერზე დარჩენილიყო და უწყვეტად შეეგროვებინა მონაცემები. Reuters-მა ცალკე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი ჩუმად აძლიერებს იმავე სრუტეს საპირისპირო მიზნით. ჩინეთისთვის ღია წყნარ ოკეანეზე წვდომის შეზღუდვისთვის. ორივე ქვეყნის საზღვაო ძალები ერთსა და იმავე საკონტროლო პუნქტს ქსელში რთავენ სხვადასხვა მხრიდან, მსგავსი მიზეზებით. ფენდოჟა 2020 წლის რეკორდული ჩაძირვის შემდეგ არ შენელებულა. 12 თვის განმავლობაში მან 28 ჩაძირვა შეასრულა. ასევე დაიწყო მუშაობა უპილოტო თანხლებ სისტემასთან, რომელიც ჰაიდაო 1-ის სახელითაა ცნობილი. მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს ზღვის ფსკერზე, დაფაროს ისეთი მანძილები და რელიეფი, რასაც უბრალო წყალქვეშა აპარატები ვერ ახერხებენ. 2024 წლისთვის ჩინეთის ფართოკვლევითმა ფლოტმა დასავლეთ წყნარ ოკეანეში 100,000 კვადრატული მილის ზღვის ფსკერი დაასურათა. მასშტაბი უპრეცედენტოა ნებისმიერ ღიად გამოქვეყნებულ სამეცნიერო პროგრამაში. და ეს საჯარო ჩანაწერიც კი მხოლოდ მთლიანი შედეგის მცირე ნაწილს წარმოადგენს. მისი უმეტესი ნაწილი საიდუმლო სერვერებში ინახება. ახლა ეს ოკეანის ფსკერზე შეიარაღების რბოლად იქცევა. ყველა წყნარი ოკეანის ძალა, რომელსაც ღრმა ზღვის პროგრამა აქვს, მილიარდობით დოლარს ხარჯავს. ეს ყველაფერი ამერიკის მოწინავე ბაზებამდე დარტყმის მანძილში მიმდინარეობს. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. მაშ რისკენ მიდის ეს ყველაფერი? სამი განსხვავებული მომავალი იწყებს ერთმანეთთან შერწყმას. თითოეული მათგანი ბევრადად უფრო მაღალ საფრთხეს ქმნის, ვიდრე ზედაპირზე მიმდინარე დიპლომატია შეძლებს გაუმკლავდეს. პირველი ისაა, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ. უხილავი ღრმა ოკეანის გეოპოლიტიკური კონკურენცია, რომელიც არასდროს გამოდის საჯარო სივრცეში. ვაშინგტონი და პეკინი განაგრძობენ თავიანთი რუკების სისტემების დახვეწას და უპილოტო წყალქვეშა აპარატების ფლოტების გაფართოებას. ისინი კიდევ უფრო მეტ დეტალს ამატებენ აკუსტიკურ მოდელებსა და ზღვის ფსკერის რუკებში მთელ წყნარ ოკეანეში. ეს კონკურენცია ტრადიციული გაგებით ტერიტორიისთვის არ არის. ეს ეხება იმას, ვინ შეძლებს უფრო ღრმად, უფრო მკაფიოდ და უფრო შორს დაინახოს ოკეანის დაფარული სტრუქტურა. გამოკენებადი მონაცემების ხოველი კუბური მილის სადავო უპირატესობად იქცევა. საზოგადოება ამ ყველაფრის უმეტესობას ვერასდროს ხედავს. არც ერთ მხარეს არ აქვს ინტერესი აუხსნას, რაზე იბრძვიან. მეორე მომავალი ისაა, რაზეც ორივე მხარის სამხედრო სტრატეგები ფარულად მუშაობენ. თუ კონფლიქტი ტაივანზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ან სხვა რომელიმე წყნარი ოკეანის ცხელ წერტილზე დაიწყება, ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები უნდა გადაადგილდნენ. იმ ომში წყალქვეშა ნავი აკუსტიკურ გეოგრაფიაში ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია მიზანში ამოიღო. წყალქვეშა ნავი, რომელიც ამ ზონის გარეთაა, შეიძლება მიაკვლიონ და გაანადგურონ, მანამდე სანამ ის ცეცხლს გახსნის. აქ გადარჩენაზეა საუბარი. ეს ძირითადად ბირთვული შეკავების მათემატიკაა. რა გადარჩება პირველი დარტყმის შემდეგ და რა ექნება ჯერ კიდევ საპასუხო დარტყმის უნარ. CV ომის უმეტეს პერიოდში შეერთებული შტატები თავის წყნარი ოკეანის ბირთვულ შეკავებას ამყარებდა ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავებზე, რომლებიც თვეების განმავლობაში შეუმჩნევლად ქრებიან. შეკავების სტრატეგია მუშაობდა იმიტომ, რომ ამ წყალქვეშა ნავების პოვნა შეუძლებელი იყო. როგორც კი მათი აღმოჩენა შესაძლებელი ხდება, სტრატეგია იშლება. პეკინის მიერ 15 წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემები თეორიული არ არის.
კონფლიქტის შემთხვევაში ისინი რამდენიმე საათში გამოსადეგი ხდება. მოკავშირე ფლოტები ერთსა და იმავე სურათს აკვირდებიან და საკუთარ დასკვნებს აკეთებენ. იაპონია, ავსტრალია, გაერთიანებული სამეფო, ოკუსის ფარგლებში კამბერას გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიაზე მომუშავე შეტევითი წყალქი წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ 2021 წელს გამოცხადდა და 2023 წლამდე წინ წაიწია. დოკუმენტურად ეს მოდერნიზაციასა და შეკავებას ეხება, მაგრამ პირად საუბრებში ეს იმის გაცნობიერებაა, რომ წყნარ ოკეანეში წყალქვეშა უპირატესობა უკვე აღარ არის გარანტირებული. იაპონელი პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე თავს არიდებდნენ ნებისმიერ ქმედებას, რაც შეტევით საზღვაო თვალთვალს გავდა, ახლა ღიად განიხილავენ აკუსტიკური სენსორების შესაძლებლობების გაფართოებას. აღჭურვილობა, რომლის გამოყენებაც 10 წლის წინ პოლიტიკურად წარმოუდგენელი იქნებოდა, ეხლა აუცილებელ ინფრასტრუქტურად მიიჩნევა. მოკავშირე ქვეყნების დედაქალაქები ხედავენ გამაფრთხილებელ ნიშნებს და მოქმედებენ. მესამე შესაძლებლობა ისაა, რაზეც არავის სურს საუბარი. ჩინეთს ახლა შეუძლია მიაღწიოს ოკეანის სრულ სიღრმეს. მას შეუძლია წყალქვეშა დრონები დიდი ხნით განათავსოს ზღვის ფსკერზე პირდაპირ ამერიკის ტერიტორიის მახლობლად. არც ერთ ქვეყანას არ შეუთანხმებია, რა ითვლება მტრულ ქმედებად საერთაშორისო ოკეანის ფსკერზე. არ არსებობს ღრმა ზღვისთვის სპეციფიკური ქმედების წესები. მაშინაც კი როცა ერთი ქვეყანა აღმოაჩენს მეორე ქვეყნის საიდუმლო ტექნიკას, თავის წინა სამხედრო ბაზებთან ახლოს. ისტორიაში ყველაზე ახლოს მსგავსი რამ იყო დაძაბული დაპირისპირება სადაზვერო ფრენების გამო ცივი ომის დასაწყისში. 1960 წელს გარი პაუერსის U2-ის ჩამოგდება საბჭოთა კავშირის თავზე, ორივე მხარეს აიძულა ჩუმად შეემუშავებინათ წესები იმის შესახებ, რა იყო მისაღები. წყლის ქვეშ მსგავსი არაფერი მომხდარა ჯერ, მაგრამ თუ მოხდება, არ არსებობს შეთანხმებული წესები, რომლითაც ამას მართავენ. კონკურენცია შორდება თვალსაჩინო ნიშნულებს, როგორიცაა დროშის დადგმა ან რეკორდული შვები. ის გადადის ისეთ რამეზე, რომლის გადამოწმებაც უფრო რთულია. სენსორები, რომლებიც ისმენენ, ქსელები, რომლებსაც ერთმანეთთან საუბარი შეუძლიათ, პლატფორმები, რომლებიც თეორიულად შეუძლიათ დაარღვიონ ან დაარტყან ისე, რომ ზედაპირზე ამოსვლა და საკუთარი თავის იდენტიფიცირება არ დასჭირდეთ. ვინც ამ ოკეანის ფენას აკონტროლებს, ის აკონტროლებს რაღაც უფრო მეტს, ვიდრე ზედაპირული საზღვაო მარშრუტები ან საჰაერო დერეფნები. ისინი აკონტროლებენ წყალქვეშა ომის მომავალს. მაგრამ ეს ისტორია სინამდვილეში მარიანის ღრმულზე არ არის. ეს იმაზეა თუ სად ეჯიბრებიან ერთმანეთს რეალურად ვაშინგტონი და პეკინი. 2026 წლის დასაწყისში მედიის ყურადღების უმეტესობა მიმართულია ტაივანზე, ნახევარგამტარების კონტროლზე, ტარიფებზე და კუნძულების მშენებლობაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში. მაგრამ კონკურენციის დიდი ნაწილი ვითარდება ბევრად ნაკლებად თვალსაჩინო ადგილას. ჩელენჯერის ღრმული ამ დაპირისპირების ყველაზე ექსტრემალური მაგალითია, მაგრამ ერთადერთი არ არის. მსოფლიო ინტერნეტ ტრაფიკის დაახლოებით 99% გადის წყალქვეშა ოპტიკურ ბოჭკოვან ხაზებზე. მსოფლიო ზღვის ფსკერზე გადის 600-ზე მეტი ცალკეული კაბელი, რომლებიც ყოველდღიურად თითქმის 10 ტრილიონი დოლარის ფინანსურ ტრანზაქციებს ატარებენ. მათი უმეტესობა ისეთ მეჩხერც კლებში, რომ მის ცდომა შესაძლებელია. და უკვე ვნახეთ, რამდენად მოწყვლადები არიან ისინი. 2022 წლის სექტემბერში ბალტიის ზღვაში Nord Stream-ის მილსადენზე თავდასხმამ დაამტკიცა, რომ წყალქვეშა ძირითადი მილები და კაბელები შეიძლება გახდეს მიზანი და ამას დაუყოვნებლივი პასუხისმგებლობა არ მოხვდება. ბალტიის ზღვასა და ტაივანის გარშემო 2023 წლიდან კაბელების გადაჭრამ იგივე კითხვები გააჩინა. პენტაგონი ახლა ზღვის ფსკერის უსაფრთხოებას საკუთარ მისიის სფეროდ მიიჩნევს. მსოფლიოს ოკეანეები პლანეტის ზედაპირის 61%-ს ფარავს. ამ ზღვის ფსკერის უმეტესობა სამხედრო სიზუსტით არასოდეს ყოფილა რუკაზე დატანილი. ახლა ეს იცვლება. ჩინეთი 42 სამეცნიერო კვლევით ხომალდს მართავს წყნარ, ინდოეთისა და არქტიკის ოკეანეებში. ზღვის ფსკერზე ასობით სენსორია განთავსებული. მცირე ქვეყნების მზარდი სია პეკინს საკუთარ წყლებში უშვებს სპორტებისა და გზების სანაცვლოდ. აშშ-ში პასუხობს საზღვაო კვლევების ოფისისა და დარპას მეშვეობით. მას წყალქვეშა დიდი უპილოტო აპარატების მზარდი ფლოტი ჰყავს. არსებობს პროგრამები, როგორიცაა Snakehead და Orca, რომლებიც შექმნილია დამოუკიდებლად რამდენიმე თვის განმავლობაში ოპერირებისთვის. Orca მათ შორის ყველაზე დიდია. Boeing-ის მიერ აშშ-ში საზღვაო ძალებისთვის აგებული პირველი პროტოტიპი 2023 წლის დეკემბერში გადაეცა. ის დაახლოებით სკოლის ავტობუსის ზომისაა და მთლიანად წყალქვეშ ოპერირებისთვისაა შექმნილი. Orca ერთ მისიაზე შეუძლია 6500 საზღვაო მილის დაფარვა, რაც საკმარისია მთელი წყნარი ოკეანის გადაკვეთისთვის. მას შემდეგ, რაც პროტოტიპმა თავისი შესაძლებლობები აჩვენა, საზღვაო ძალებმა დამატებითი ერთეულების შეძენა გადაწყვიტეს და კონცეფცია ერთი ექსპერიმენტული პლატფორმის ფათფორმის ფარგლებს გაცდა. ჩინეთის მხარეს უპილოტო წყალქვეშა აპარატების ეკვივალენტური ეკოსისტემა მნიშვნელოვნად უფრო მასშტაბურია და მრავალ პროგრამასა და ინსტიტუტზეა განაწილებული. და ეს განსხვავება მიუთითებს კონკურენციის ამ ფაზის გამსაზღვრელ ცვლილებაზე. საქმე აღარ ეხება მხოლოდ მარტივ წყალქვეშა ნავებს. ცვლილება ხდება უპილოტო სისტემებისკენ.
ქსესელური პლატფორმები, რომლებიც შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა, სენსორების დაფარვება და წყალქვეშა გარემოს მუდმივად ფორმირება. ჩინელი მკვლევარები ცინდაოს გადარქმეულ ერთობლივ ლაბორატორიაში აკუსტიკურ გლაიდერებს წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ბრძოლის საშუალებებად ადაპტირებენ. თავად აპარატურაში არაფერია ახალი. რაც იცვლება, არის ის, თუ როგორ იყენებენ მას. ღრმული ამ რბოლაში ყველაზე ღრმა და ყველაზე ღირებული ადგილია. ვინც უკეთეს აკუსტიკურ რუკას შექმნის, მას უფრო ზუსტი წარმოდგენა ექნება. შეძლებენ თუ არა ბირთვული წყალქვეშა ნავები საკმარისად დიდხანს გადარჩენას, რომ საფასუხო დარტყმა მიაკენონ პირველი შეტევის შემდეგ. და ეს არის საზღვაო შეკავების არსი. თუ ორივე მხარე დაიჯერებს, რომ მათი წყალქვეშა ნავები გადარჩებიან, ომი შეზღუდული დარჩება. თუ ერთ მხარეს ამის რწმენა დაეკარგა, მთელი ბალანსი იცვლება. 2020 წლის ნოემბერი იყო ბოლო მომენტი, როცა ეს კონკურენცია ჯერ კიდევ შეიძლება მეცნიერებად ჩაგვეთვალა. ამის შემდეგ მნიშვნელობა შეიცვალა. დროშა აღმოჩენას აღარ აღნიშნავდა. ის ცვლილების ნიშანი გახდა. იმ მომენტიდან რეალური შეჯიბრი აღარ იყო იმაზე, ვინ მიაღწევდა ფსკერს. საქმე იყო იმაში, ვინ დაინახავდა საკმარისად ნათლად, რომ პირველი ემოქმედა. და ეს ის ნაწილია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს. გმადლობთ, რომ დღეს შემომიერთდით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ გსურთ მეტი მსგავსი ვიდეოს ნახვა, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ჩართოთ შეტყობინებები. ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მომავალ შეხვედრამდე Map Pack-ზე.